ვიჩაგრებით, შრომელი ხალხი ვიჩაგრებით ჭიათურელი ხალხი. გვინგრევენ საკუთარ ქალაქს, გვინგრევენ საკუთარ ოჯახებს, ულუკმაპროდ გვიტოვებენ საკუთარ ოჯახის წევრებს და გვაგდებენ ჩვენი ქალაქიდან. ვაპროტესტებთ ამას ამდენი ხანია. შემოვარდნენ ხამის 3 საათი იყო, მანქანაში მეძინა ჯერ კრუგი დაგვარტყეს სუნთლიანად, მერე შემოვარდნენ აქ მოშიმშილე ხალხს ძინავს და მოშიმშილე ხალხს გადაუარეს თავზე და აკავეს აქ გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე მანქანაში ეძინა და მანქანა კარები რომ ჩაკეტილი იყო ბაგაჟნიკიდან უკანა საბარგულიდან გადმოათრიეს ადამიანი, აჩიკო ჯუმბურიძე სახში დააკავეს, სახში შეუვარდნენ ოუციოკეს სოლშვილი და თენგოც აქ დააკავეს მანქანაში დააკავეს. ესეთი საზიზღრად სპეცოპერაცია ჩაგვიტარეს იმის გულობისთვის, რომ ვითომ დაგვსაჯეს, რატო ხმა ამოვიღეთ და რატო საუბრობთ ამ უსამართლობაზე, რასაც გვიკეთებს კომპანია. 60 დღის მანძილზე არავის თითი არ გაუქნევია ცუდად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დადგა ამისი შესაძლებლობაც და ამისი მიზეზებიც, მაგრამ მაქსიმალურად ეს პროცესები და ეს პროტესტი იყო კონსტრუქციული. იყო ჩარჩოებში, არ გაცდენილა არც იმეროს დილობას, არ გაცდენილა არც კანონებს, არ გაცდენილა არც ადამიანურ მორალს. 60 დღე რომ ადამიანებს შეუძლიათ სიმშვიდე შეინარჩუნონ. მიუხედავად იმისა, რომ არიან გამწარებულები, არიან დაჩაგრულები, არიან შეურაცხყოფილები. და ყველამ კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს ეს ყველაფერი ადამიანური მორალისთვის. მიუხედავად ამისა, ადამიანებს არაფერი რადიკალური არ გაუკეთებიათ. თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ ინციდენტს, ისიც პროვოცირებული და წამდე მართალი კაცთანაც და ღმერთთანაც. 2023-ში ვიყავი მოშიმშილე პირაკერელი მოშიმშილე. 2023 წელში, რასაც ვერ მივაღწიეთ და რასაც ვერ მიაღწია კომპანიამ, დღეს გვიპირებს 2023 წლის შურის ძიებას, ესე რომ ვთქვათ, და სრულად ჭიათურის დამონებას, ასე ვთქვათ, და ზუსტად იმ პირობებზე და იმ სიტუაციაზე მორგებას, რომელიც ბევრად უკეთესად, ბევრად მარტივად გაანადგურებინებს ინვესტორს ქალაქს. ვითხოვთ მთავრობის ჩართულობას და მთავრობის მყარ გარანტიებს იმაში, რასაც გვპირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მატყუარა კომპანია, რასაც გვპირდება, ვითხოვთ კომპანიის დაპირების გამყარებას მთავრობის ენით. მეც არაფერს არ ვითხოვდით და არც დღეს არ ვითხოვთ მეც არაფერს. ვითხოვთ ჩვენი დაკავებული ბიჭების განთავისუფლებას აუცილებლად, რომელიც სრულად უკანონოდ დააკავეს სოხელ ხამის 3 საათზე, როგორც კრიმინალები მართლა ეს შიერმწყურალი 60 დღის ქუჩაში ნაგდები ბიჭები ჩაყარეს მანქანაში და ისე წაიყვანეს